ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მაღაროელების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვა მიეცათ დაკავებულებს, რომლებიც ბრალს არ აღიარებენ. პროცესს არ ესწრებოდა ერთ-ერთი ბრალდებული გიორგი ნეფარიძე. საქმის არსებით განხილვა 13 აგვისტოს გაგრძელდება. მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი სისხლის სამართლის წესით 29 აპრილს დააკავეს. საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით მათ ბრალი დაუმძიმდათ. მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, აჩიკო ჭუმბურიძეს და თენგო გველესიანს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. დღეს დამთავრდა მეოთხე სასამართლოს ხდომა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 4 უკანონოდ დაკავებული პატიმრის ჭიათურიდან გადაიდო დღეს ჩატარდა და 13 აგვისტოს საღამოს 4 საათზე ანუ 16 საათზე არის მომდევნო სასამართლოს ხდომა ჩანიშნული. რა თქმა უნდა შეთავაზება იყო საპროცესოს, თუმცა პროკურატურამ არ დააკმაყოფილა, არ მოდის არც გირაოს, არც რამე შეთანხმებაზე.